უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საკუთარი ქვეყნების ინტერესების გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირის დამყარებას. ეს სუსის ანგარიშიდან მხოლოდ ერთი ფრაგმენტია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გასული წლის შეჯამებისას სამოქალაქო არეულობის და დესტაბილიზაციის პროვოცირებასაც აღნიშნავს, რომლის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი ბუნებრივია ქვეყნის მთავარ გამოწვევებად რჩება. ლევან ფოჩხუას სიუჟეტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული წლის 66 გვერდიანი ანგარიში მოცულობითია და მასში აქცენტები გაკეთებულია იმ ძირითად საქმიანობაზე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოში სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაცავად და განსამტკიცებლად აკეთებს. მნიშვნელოვანი აქცენტები ეთმობა რუსეთ-საქართველოს ომის თემას, როცა სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა. ერთ-ერთ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება გაატარა. განხილულია 2024 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები, როცა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებამ ქვეყანაში უცხოეთიდან მოქმედ პირებს არეულობის ბიძგი მისცა. მიზანი კი ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა იყო. გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გადაბირების ფაქტები, მათ შორის მედიის წარმომადგენლების. ანგარიში წერია, რომ სწორედ უცხოეთიდან იღებდნენ ისინი ფინანსებს და მითითებებს. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზებისა და პროვოცირების მიზნით გამოიყენებოდა ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციების მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიცაა მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლის განცდის შექმნას. დაფიქსირდა ცალკეული მასმედიის წარმომადგენლის კავშირი უცხო ქვეყნების ოფიციალურ პირებთან და სავარაუდოდ სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებთან, რომლებისგანაც იღებდნენ დაფინანსებას და მითითებებს, ასევე აწვდიდნენ ინფორმაციას დაინტერესების საკითხებზე. ანგარიში საუბარია, რომ მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრადება. კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 8 საქმეზე. პარალელი გავლებულია 2023 წელთან, როცა ადგილი ჰქონდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობას. 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებდა, რათა პრევენცია მოეხდინა ან და აღეკვეთა ეგრეთ წოდებული რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წარმოებული ღონისძიებები. საქართველოს მიერ კონტრტერორისტული საქმიანობისკენ მიმართული ნაბიჯები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა. ნათქვამია, რომ საქართველო გამოწვევებს უმკლავდება და რომ ქვეყანა ამერიკის მტკიცე პარტნიორად რჩებოდა. საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად რჩებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს შესწევს ტერორისტული ინციდენტების გამოვლენის, შეკავების, მათზე რეაგირების უნარი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობას განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის სხვადასხვა სასწავლო კურსებში აქტიური ჩართულობით. 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებები. დაკავებული იქნა და ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიეცა არაერთი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე. 2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 23 საქმეზე და ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიეცა 39 პირი. ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სხვა. პარლამენტის სუსის ანგარიშის მოსასმენად ემზადება. მანამდე კი აცხადებენ, რომ ანგარიში მოხვდა ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყანა 2024 წელს დადგა და რომელსაც სახელმწიფო წარმატებით გაუმკლავდა. მცდელობები რა თქმა უნდა ბევრი არის, მაგრამ დღეს სახელმწიფო თავის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ძალიან კვალიფიცირებულად, პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას და ეს გარეძალების ყველანაირი მცდელობა იქნა დროულად აღკვეთილი და აცილებული. გარეძალებისგან შეტევები პირდაპირ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებად და სუვერენიტეტზე, რომელიც არაერთი ნახე წლების განმავლობაში, აქაც უმნიშვნელოვანესია, რომ სამსახური იდგეს და დგას თავის სიმაღლეზე და პრევენციისთვის ყველაფერს აკეთებს. საქმეებია, რომელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ჩამოსვლას, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის არევას და ამოტრიალებას ისახავდა მიზნად. 66 გვერდიანი დოკუმენტი დღეს გამოქვეყნდა. დოკუმენტს კანონმდებლები უახლოეს ხანებში განიხილავენ.